ამ ვიდეოში მინდა შევეხო cover letter-ის დაწერის თემას. Cover letter-ზე მე როგორც ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი, რაღაცა კონკრეტული შაბლონი არ მაქვს. ჩემთვის არის cover letter-ის დაწერა ყოველთვის ახალი პროცესი, როდესაც მე კარგად ვეცნობი სამუშაო აღწერას, ვცდილობ ვიპოვო კლიენტზე მაქსიმალური ინფორმაცია, რამდენიც შეიძლება. ეს არ ეხება მარტო Upwork-ის შიგნით, Upwork-ის შიგნით მე შეიძლება ვიპოვო მისი სახელი და პატარა demo ვიდეოს მოვიყვან, თუ როგორ ვწერ cover letters. და თუ არის შესაძლებელი კიდე ამ კლიენტის გარშემო ინფორმაციის პოვნა ინტერნეტში აუცილებლად მოვძებნი და ამ ინფორმაციას გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევადგინო cover letter-ი. რადგანაც ჩემის აზრით და ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ რამდენადაც ავთენტური და რამდენადაც პერსონალური იქნება თქვენი მესიჯი, მით უფრო მიმზიდველი, მომხიბლელი და შესამჩნევი იქნება კლიენტისთვის. ჩემ შემთხვევაში ამან თავიდან 80-90%-ების შემთხვევაში იმუშავა კარგად, როდესაც ყველა კლიენტი მიბრუნდებოდა პასუხით. Upwork-ის შიგნით შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი რაღაცა, თუ აქვთ კომენტარები დაწერილი სხვა ფრილანსერებს, შეფასებები მოვნახოთ. მისი სახელი, თუ არის კომპანიის სახელი მითითებული, მაგალითად ხანდახან კორპორაციები რეგისტრირდებიან, შემდეგ ვნახულობთ თვითონ კორპორაციის სახელს, ვიგებთ მათი საქმიანობის სფეროს, ვიგებთ მათ პროდუქტის შესახებ და ამ ინფორმაციას უკვე ვიყენებთ cover letter-ში. ასევე აუცილებლად უნდა შეეხოთ თქვენ cover letter-ში იმ პრობლემას, რაც აღწერა კლიენტმა, როდესაც დადო თავის სამუშაო. მაგალითად, თუ კლიენტი ცდილობს რაღაცა პრობლემის გადაჭრას, თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ, თუ რამდენჯერ გადაგიჭრიათ მსგავსი პრობლემა, ან რამდენი წელი გაქვთ გამოცდილება ამ პრობლემის გადაწყვეტის, რა პრობლემები შექმნიათ ამ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტილების დროს და რამე სხვა რჩევა ხო არა გაქვთ, ესე ხო არ ჯობია გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე ესე გავაკეთე და მე ესე გამოვიდა. ანუ ის თემა თვითონ კლიენტისთვის უნდა გაშალოთ, რომ კლიენტი მიხვდეს, რომ თქვენ კომპეტენტური ხართ ამ საკითხში. არა მარტო იმ რაღაცა კონკრეტულის მოგვარება შეგიძლიათ, არამედ ამ სფეროს გარშემო ტრიალებთ და ამ სფეროს გარშემო იცით ბევრი რაღაცა და გქონდათ გამოცდილება. ასევე უნდა დასვათ კითხვები და ჩემი რჩევა იქნება მოძებნოთ ისეთი კითხვები, რომელზეც კლიენტი აუცილებლად უნდა დაგიბრუნდეთ პასუხით. ანუ კითხვა უნდა შეიცავდეს ისეთ რაღაცას, რომელიც თქვენ აუცილებლად გჭირდებათ, რომ უკეთესი პასუხი დაუბრუნოთ კლიენტს. ანუ ამ კითხვის გარეშე თქვენ ვეღარ აგრძელებთ ფიქრს რაღაცაზე. თუმცა მანამდე რაღაცეებიც უნდა მიწეროთ, რაზეც ვისაუბრეთ უკვე. და ერთ-ერთ ვიდეოში ამ კურსის უკვე ვისაუბრეთ იმ თემაზე, თუ რას ხედავს კლიენტი თავის მხარეს. და იქ დავაფიქსირეთ, რომ კლიენტი ხედავს თქვენი cover letter-ის მხოლოდ 4 ხაზს. და ეს 4 ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მივიყროთ მისი ყურადღება. და იქ აღვნიშნეთ რაღაც ტექნიკები, რომელიც შეგვიძლია გამოიყენოთ. პირველი იყო გამსხვილებული ფონტი, მეორე იყო ემოჯის გამოყენება, მესამე იყო რაღაცა პერსონალური ნოტა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გაგვეგოთ კლიენტის სახელი, კომპანიის სახელი და ამაზე დაყრდნობით დაგვეწყოთ ჩვენი cover letter-ი. მაგალითად, თუ კლიენტს ქვია John, მე დავიწყებდი ასე: Hi John, ეს იქნებოდა გამსხვილებული ფონტი და მერე ემოჯი ხელის აწევა, ან რაღაცა მსგავსი. ანუ ეს სამივე კომპონენტი რო გამოვიყენოთ. და თუ მაგალითად ვიცით, რომ კლიენტი იტალიიდან არის ან ესპანეთიდან, შეგვიძლია მის ენაზეც რაღაცა მისამება დავწეროთ. ამან ჩემ შემთხვევაშიც იმუშავა, როდესაც მე რამდენიმე ფრილანსერი უფრო მეტად შევამჩნიე, როდესაც დავინახე, რომ ის პერსონალური ნოტა ჰქონდათ cover letter-ში, რომელიც ხვებს არ ჰქონდათ. იყო გამარჯობა ლათინურად, იყო გამარჯობა ქართულად და რა თქმა უნდა, ამან ჩემი ყურადღება მეტად მიიპყრო. ასე რომ გაითვალისწინეთ. ზოგადად cover letter-ების დაწერა არის უფრო ინდივიდუალური თემა კლიენტიდან კლიენტამდე. და ზუსტად მაგიტო არ მომწონს მე რაღაცა კონკრეტული დაშტამპული შაბლონების გამოყენება, როდესაც ჩვენ ვცლით მარტო რაღაცა პატარა აღწერას და იგზავნება ერთი და იგივე და ჩემ ერთ-ერთ ვიდეოშიც, როდესაც კლიენტის მხარეს შევეხეთ, მანდაც ვნახეთ ის პრობლემა, რომელსაც შევხვდით, რომ რამდენიმე ფრილანსერმა გამომიგზავნა ერთი და იგივე cover letter-ი და ჩემ ტვინში ისინი ავტომატურად დაიბლოკნენ, იყო 7 თუ 8 კაცი. და მაგიტო მე ყოველთვის ხარს უჭერ ინდივიდუალური cover letter-ების გაგზავნას, რადგან შაბლონები ნელ-ნელა იცვითება, ანუ კლიენტი ხედავს უფრო და უფრო ხშირად და მათ თავშიც ესე ავტომატურად ისინი ვარდებიან, ხოლო ინდივიდუალური cover letter-ები ყოველთვის იქნება აქტუალური და კლიენტისთვის უფრო მიმზიდველი. ეს ვიდეო არის წინასწარ ჩაწერილი ხმის გარეშე და ეხლა უბრალოდ გადავაწერ მას ხმას და დავაკომენტარებ იმ ნაბიჯებს, რასაც გავდივარ იმისთვის, რომ დავწერო cover letter-ი.
ნახე პროექტი, რომელზეც შემიძლია გავაგზავნოთ ჩემი cover letter-ი, აგვე ტექსტში ჩანს უკვე კომპანიის სახელი, რომელიც შეგვიძლია მოვძებნოთ Google-ში და Google-მა ამოაგდო რეზულტატი. ასევე ნახე კლიენტის სახელი, რომელსაც შემიძლია პირდაპირ მივმართო, ფილიპი ქვია. დავიკითხე უცებ ტექსტი, ჭირდებათ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ კომპანია საკმაოდ გაიზარდა. ჭირდებათ PHP-ზე, Laravel-ზე და Python-ზე, რომელიც ჩემუნარებს და ჩემს skills ესადაგება. უცებ გადავხედე კლიენტის LinkedIn-ს. არაფერი საინტერესო ინფორმაცია არ არის მის LinkedIn-ზე, რაც შეიძლება მე გამოვიყენო ჩემ cover letter-ში. საერთო ინტერესები ან რაღაც თემა, რაც შემიძლია გავშალო. ასევე ნახე საიტი, მაგრამ სამწუხაროდ საიტზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ იყო, ძირითადი ლინკები არ მუშაობდა. ჰქონდათ ღია ვაკანსიები, მაგრამ ტექნიკური ვაკანსია არ ჰქონდათ. და გადავწყვიტე, რომ პირდაპირ დავიწყო cover letter-ის დაწერა უკვე ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით. დავაჭირეთ apply now-ს. ამ ხელსაწყოს, ამ საიტს ვიყენებ იმისთვის, რომ ტექსტი გავხადო bold-ი. გერმანულად hello არის hello, ამიტომ დავიწყებ hello-თი გერმანულად. ვიცი, რომ ფილიპი ქვია და flip-ზე შემეშალა. მაგას მერე გამოვასწორებ, edit-ს გავუკეთებ. არ მინდა rate-ის გაზრდა. hello flip, ანუ Philip, emoji და უხეში მონახაზი ჩემი cover letter-ისა. ამას შემდეგ უკვე ChatGPT-ს გამოყენებით გავასწორებ, გავალამაზებ და უფრო კარგად და სასიამოვნო წაკითხვაც გავხდი. აქ ხას უსვამ იმას, რომ წარსულში ვიყავი CTO, დავიწყე როგორც ერთი ადამიანი IT დეპარტამენტში, სავარაუდოდ ეხლაც ეგრე არიან და outsource-ზე აქვს software-ი და შემდეგ მაგ გამოცდილება ამ IT დეპარტამენტის გაზრდა 25-30 კაცზე. ანუ ზუსტად ის არის იდეაში, რასაც ისინი ეძებენ. ხაზი გავსვი იმას, რომ მაგ PHP, Laravel, MySQL და PostgreSQL-ში დიდი ექსპერტიზა, მაგრამ ასევე მაქვს ექსპერტიზა სხვადასხვა პროგრამირების ენებში, ყველაზე პოპულარულებში და სტეკებში, რაც ამ პოზიციისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ შემიძლია team management-ი, ინტერვიუების მართვა, coaching-ი და mentoring-ი და ასე შემდეგ. ასევე ვახსენე, რომ უმრავლესობა ტასკები შემიძლია მართო მარტო და თუ საჭირო გახდება, მას შემდეგ გადავინაცვლოთ team-ის მოდელზე. დავიკოპიროთ ვაკანსიის ტექსტი, დავიკოპიროთ ჩვენი დაწერილი ტექსტი და ვუთხრათ ChatGPT-ს, რომ ვცდილობ დავეპლაიდე Upwork-ის სამუშაოზე, ეს არის სამუშაოს ტექსტი, მაქვს გამზადებული ტექსტი, ჩავსვი და ეცადე, რომ ჩამისწორო და დაწერო ისე, როგორც ადამიანმა, რომლის ინგლისური დონეც არის B2. ChatGPT-მ საკმაოდ კარგი ტექსტი დამიწერა, რა თქმა უნდა. ასევე ვთხოვე ჩაემატებინა ის, რომ Upwork-ზე მიმუშავია 60-ზე მეტ კლიენტთან და დავეხმარე მათი პროექტების განხორციელებაში და ერთ-ერთ კლიენტთან ვიმუშავე 5 წელი, რითიც ხას უსვამ ჩემ საიმედოობას. დავიკოპიროთ და წავიღოთ ჩავსვათ cover letter-ში. Grammarly-ის დახმარებით რამდენიმე წინადადებას ჩავასწორებ, უფრო ნატურალურს გახდის Grammarly-ის კარგად გამბოზდის ეს და აქ ვამატებ, რომ full time-ზე მუშაობდი 5 წელი, რომ არ ეგონოს, რომ ხან მუშაობდი, ხან არა და task-based ვიყავი, ანუ როცა კლიენტს დაჭირდებოდა. დავამატოთ სერტიფიკატები, ამ შემთხვევაში გადავწყვიტე დავემატებინა AWS სერტიფიკატი, PHP სერტიფიკატი და MySQL-ის სერტიფიკატი, რომელიც მაქვს Upwork-ზე. აქ ვაცნობიერებ, რომ ამ სამუშაოსთვის, როდესაც კლიენტი შეხედავს თავის მხრიდან, მე არ ვარ best match, იმიტომ რომ არც ერთი სამუშაო პროექტი არ მაქვს დასრულებული Upwork-ზე, სადაც სათაურში მოიხსენიება CTO ან რაღაცა მსგავსი ტექსტი, რომელიც ამ ვაკანსიის, ამ პროექტის სათაურში არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი cover letter-ი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მე მაქვს ის გამოცდილება, რომელსაც კლიენტი ეძებს და თუ გახსნის ჩემ პროფილს, აუცილებლად დაინახავს ამას. ასე რომ გავაგზავნი და დაველოდები პასუხს.